მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო კიდევ ერთხელ. სასიამოვნო იყოს თქვენი შემოგზავნება ჩემ არხზე. წინა გაშლებზე დამავიწყე და მე თქვა რომ ეხლა გავდივართ ძალიან ესეთ ტურბულენტურ პერიოდს 3 მარტამდე არის ჯერ 17 ბოლოს იყო მზის დაბნელება. გავწმინდოთ სივრცე ანგელოზური სიხშირით და 3 მარტს დამთავრდება თვარის დაბნელება და ეხლა კარიდორია აი ამის ხო? და ამიტომ ყურადსაღებია ჩვენი ემოციონალური ფონი, გავლენაა, ანუ რაც ყველაზე მოქმედებს აბსოლუტურად და მნიშვნელოვანია ეხლა ჩვენი ჯერ ერთი კონსოლიდირება იმ ხრივ რომ ჩვენი თავი ავიყვანოთ ხელში, უფრო მეტად დაუკვირდეთ ჩვენ თავს, ესეთი მოდუნების და რელაქსის პერიოდია. ამას გირჩევდით, რეკომენდაციას მოგცემდით. სულიერების, ლოცვის, აფირმაციების, მანიფესტაციების და აი თქვენ თავთან, ხო, თვითშემეცნების პერიოდია, როცა უნდა გაჩერდე. ყველა საქმე გააჩერო, თუ რამე წამოწყება გქონდა, თუ რამე დაგეგმილი გქონდა, 3 მარტამდე უნდა გააჩერო. უბრალოდ აი დაელოდო. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, ტურბულენტური პერიოდია. არ არის რეკომენდირებული ახლა ამ პერიოდში რამე ახლის წამოწყება, სამსახურის დაწყება, ბიზნეს რაღაც ინვესტიციების ჩადება, რაღაცის ყიდვა, მithumetes ტექნიკების ყიდვა არ შეიძლება, მაინც რომ ავირიდოთ რაღაცა უარყოფითი წარმონაქმნები და რამე ისეთი რომ არ მოხდეს, როცა ხარ გაფრთხილებული, ხარ შეიარაღებული ნათქვამია და მე ყოველთვის ვირჩევ ვიყო გაფრთხილებული და ის ცნობის მოყარეობაც რაც გვაქვს, ზოგჯერ კარგია, რომ აი ეს პერიოდი გავითვალისწინოთ. ხა როცა გეუბნებიან რომ ამ პერიოდში არ უნდა იმოგზაურო, შორს არ უნდა წახვიდე, არ უნდა იყიდო არაფერი, არ უნდა დააბანდო, არ უნდა გახსნა რაღაც ახალი, ხო? დაბნელების პერიოდია და ადამიანებს ებინდებათ გონება. არის უარყოფითი პერიოდი. პლანეტები ისე არის განლაგებული და კოსმოსის და galaktikis ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენ ყველაზე და ახლა რა მოხდა 3 მარტამდე რაღაცნაირად გაუძლებ სამედიცინო გამოკვლევებისგან და ჩარევებისგან, რა თქმა უნდა შეიკავოთ თავი. საერთოდ აი მკურნალობა ახლა რასაც თქვათ სვავდი წლების განმავლობაში და სვავ შეიძლება ის წამლები რომელებიც ადაპტირებულია შენზე და უკვე შენი ორგანიზმი იცნობს მიიღე, მაგრამ ეხლა რაღაც ახალს ხო რომ ამ პერიოდში რომ გამოგიწერო ჯობია თავი შეიკავო, იმიტომ რომ არ ვიცით შედეგები რა იქნება, ხო? ამიტომ აი ყველას ურჩევდი ეხლა 3 მარტამდე რაღაცნაირად აი გაჩერდეს, დააპაუზოს. ეხლა რაც შეეხება ინფორმაციას, ხო? მოვიღე The Year of the Tarot card და Light Search და ასევე იქნება დამატებითი The Mystical Wisdom ანუ რჩევა ორაკულისგან. მაგრამ თქვენ აირჩიეთ პირველი, მეორე, უბრალოდ ვკითხავ, აი რა უნდა ვიცოდეთ ამ პერიოდში, როგორ უნდა გავიაროთ ეს პერიოდი, რა რეკომენდაციებს მოგცემს სამყარო და რა უნდა გავითვალისწინოთ, რა გველოდება. ნუ მოკლედ ორი დასტა, ან პირველი, ან მეორე, ან მოусმინეთ ორივეს. აი ვიწყებ ახლა პირველი დასტით. Well of the Year Tarot card. Four season ქვია მეორენაირად, ხო? წლის ბორბალი. აბა რა რეკომენდაციებს მოგცემენ ამ პერიოდისთვის? ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, რა უნდა ვქნათ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. აი რას გვეტყვიან, ხო? თქვენ ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს. აი ფინანსურ საკითხზე გვეუბნებიან რაღაცა ჩვენი ფინანსური
ყიდვა გაყიდვებით ჯერჯერობით ცოტა ხანი გავაჩეროთ, რაც აუცილებელია ის ვიყიდოთ, ჩამოვწეროთ, რაც მართლა აუცილებელი ხა, ხო? აი ყოველდღე პური უნდა იყიდო სიტყვაზე, ხო? რძე უნდა იყიდო. ანუ პირობითად, აი, რასაც ხო, საკვებს რაც შეეხება, ეხა მარხვა არის ისედაც, მაგრამ ნახე პლანეტარულადაც ასე ხდება. ჯობია რომ აი მძიმე საკვებისგან, ხორცისგან, ცხიმიანისგან, მწარე, ცხარე, აი ესეთ საკვებისგან თავი შეიკავა, იმიტომ რომ ეს რო ხდება, ჩვენ ორგანიზმზეც მოქმედებს. ხო და წმენდვა მიდის რა სამყაროში და ეს პროცესები ძალიან დაჩქარდა და ამიტომ ორგანიზმი რო რაღაცნაირად ადაპტირდეს და რეზონანსში შევიდეს აი ამ მოვლენებთან, ჯობია იყოთ მსუბუქად, ანუ მსუბუქი საჭმელი, რას ქვია? ბოსტნეული, ხილი, მეტი წყალი, ანუ იცით უკვე ეს ყველაფერი, ხო? აქ არის გამახვილებული ყურადღება ჩვენს განწყობაზე, ნახე, უფრო მეტად რომ რაღაცნაირად მოუხმოთ აი ამ კეთილ განწყობას, პოზიტივს, აი გვინდა არ გვინდა ტიბეტელი ბერებივით დავკრიჭოთ, რო იტყვიან სულელებივით გავიღიმოთ, გვეღიმება თუ არ გვინდა, აი პრაქტიკაა ესეთი რა. ძალით იღიმიან, რომ ესე იგი სამყარომ დაინახოს, რომ მომღიმარია, თუმცა შეიძლება ამ დროს რამე ტკივა ან აწუხებს, მაგრამ მაინც ამას აკეთებს მიმიკურად. ნახე, მიმიკურად ჩვენ ხო მარტო არ ვართ. რომ წამოიყვანოს მის ცხოვრებაში დადებითი მოვლენები. პრაქტიკაა ტიბეტელი ბერების. რეალურად. დაკრეჭვა ძალით, ანუ. ხო? ეხლა, აი, ვინც აქ ხართ და პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ, თქვენ პირადში, აი რა მოვლენებია, ნუ ეხლა ნახეთ, შეგიძლიათ გააჩეროთ ეს პირადი ცოტა ხანი 3 მარტამდე, რომ რამე კონფლიქტური სიტუაცია არ წარმოიქმნას, იმიტომ რომ დიდი ალბათობა, აი ვთქვათ, გაუგებრობის, გაღიზიანების და ასე შემდეგ. არაფრის გამო შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდე, ხო? გაუბრაზდე, ან რაღაც არ მოგეწონოს, ამიტომ რაღაცნაირად დააპაუზე, მაგრამ მაინც რეკომენდაცია პირადი ურთიერთობებისთვის. აი რა იქნება თქვენთვის? დისტანციას მაჩვენებენ, დაკვირვების კარტს მაჩვენებენ, შორიდან ჯობია ეკონტაქტო, ესე იგი სოციალურ ქსელებზე არის მხედველობაში და ის შენი ემოცია, ხო, აქაც ნათქვამია, რომ უფრო ჯობია დადებითი იყოს და რაც შეეხება, ნახე, ბალანსი არის დარღვეული თქვენ ურთიერთობაში, ანუ ეს რო ყოფილიყო სწორად, ვიტყოდი, რომ დაბალანსებულია, მაგრამ ამოტრიალებული ამოვიდა, ანუ რაღაცაში ხედავენ თქვენ პირადში, რომ არის ბალანსი დარღვეული, ანუ ან მეც გასცემთ, ან მეც აკეთებთ მისთვის. და დისტანციას გირჩევენ და უფრო მეტად შორიდან დაკვირვებას. და აი ცოტა ხანი მოცდას, როგორც ვთქვი, ხო? და მიკითხოთ ახლა mystical wisdom თქვენთვის რჩევა, რა იქნება? მიენდეთ თქვენ გულს, მიენდეთ თქვენს ინტუიციას უფრო მეტად, აქაც ნახეთ, აი სიზმრისეული ის მოდის, მინიშნებებს მიაქციეთო ყურადღებაო, მეტი შეისწავლეთო, მეტი გაიგეთო, ანუ აქ ეხა რა თქმა უნდა დაფარულ ცოდნებზეა საუბარი, იმიტომ რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია ეხლა ინტუიციის გასაძლიერებლად, პრაქტიკები, სულიერი პრაქტიკები, ხო? ვინ რას აკეთებთ, ლოცვა იგივე. და ასე შემდეგ, ანუ სულიერებას გთხოვენ. სულიერებას და ცოტა ხანი აი გაჩერებას, მოდუნებას, აი როგორც მედიტაციის დროს, რომ აი ცოტა ხანი რომ ორგანიზმს რო ასვენებ, ხო? აი ეს პერიოდი მოდის ახლა. ნუ ეს იქნება პირველი ვარიანტისთვის. რეკომენდაციები, ესეთი მოკლე. თუ დაგაინტერესებთ და თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ. დამეხმარებით მე და არხს, ანუ თქვენი ლაიქი იქნება ენერგოგაცვლა. გადავედი მეორე ვარიანტზე. კომენტარიც მომწერეთ. კიდე რა თემებზე გსურთ, რომ გავშალო. პირადში ჩანს ყველაფერი კარგად.
ქვემოთ ტელეფონის ნომერია მითითებული, WhatsApp Viber-ზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ისეთ კითხვებზეც ცალკე შემიძლია გაგცეთ პასუხი. რა რეკომენდაციებს მოგცემენ მეორე ვარიანტს თქვენ, ვინც აირჩიეთ მეორე, რა უნდა იცოდეთ ახლა, რა პერიოდს გადიხართ ახლა, რას გეტყვიან ახლა. აქ ამოდის ადამიანი, პიროვნება, პირადზე, ახალი დასაწყისი, რომელიც შორს არის, ანუ სიშორია, სხვა ქალაქი, შეიძლება გადაბარგებას, გადასვლას აპირებთ ან და მოხდება ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი დასაწყისი დაიწყება. სამყაროს კარტი ამოდის, სიშორია, ეხლა მანძილია, რასაც ხედავს სამყარო და ყველაფერი მოხდება სამართლიანად. ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს თქვენს მიმართ გრძნობა და ჩანს აგერ როგორც თქვენ თაყვანისცემელი, შეიძლება შემოგთავაზოთ ან თქვენ მოგინდეთ, არის ესეთი ვარიანტიც, თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ ალბათობა ამისი არის, შესაძლებლობა გაძლევთ სამყარო. ხო. აქაც ინტუიციას, ანუ ნახეთ, აქაც გთხოვენ თქვენ ინტუიციას და თქვენი რო იტყვიან გონება מחვილობა, შორს მჭვრეტელობა, აი ცოტა შორს მომავლისკენ ყურება, რასაც თქვენ აკეთებთ, ხო, სანამ აი წახვალთ, კარგად აწონ-დაწონეთ, თუ მიდიხართ, რა თქმა უნდა, თუ აპირებდით სხვა ქვეყანაში შორს გამგზავრებას, ცოტა ხანი, სამ მარტამდე უნდა მოიცადოთ ყველა ვარიანტი, მაგრამ ზოგადად, ხო, აქ საუბარია ახლო მომავალზე. ყველაფერი მაინც აწონ-დაწონეთ. ყველაფერი გაარკვიეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი დგას აგერ მოლოდინის რეჟიმში არის. ხა აქტიურობს, არ აქტიურობს, ეს უკვე სხვა კითხვაა და პირადში მეთქი ყველაფერი ჩანს, ხო? მაგრამ აქ ეხლა რაღაცა მოვიდა, არის ესეთი ადამიანი, არსებობს. ხა რას გირჩევენ ორაკულება, mystical wisdom, თქვენ ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, თქვენთვის, აი რა რჩევას მოგცემენ. აქ არის რაღაცა ესეთი მომენტი, რომ შეცვლა გინდათ თქვენი ცხოვრების ახალი დაწყება. გსურთ თითქოს ნაბიჯი გაქვთ გადადგმული, ანუ რაღაცა მომენტამდე მიხვედით უკვე იმ სიტუაციამდე, რომ ნაბიჯი გაქვთ გადადგმული, ახალი დასაწყისი რაც ამოვიდა და მიდის ყველაფერი იქამდე, რომ აი გადადგავთ მალე ნაბიჯს და ახალ რეალობაში იწყებთ უკვე ცხოვრებას. თქვენი შიშები, აი აქ ჩანს თქვენი შიშები, იმიტომ რომ მომავლის მაინც რაღაცეების რადიკალურად შეცვლა გინდა თქვენი ცხოვრების და ჩანს რომ გეშინეთ, მაგრამ აქაც მიენდეთ თქვენ ინტუიციას და სიზმრები, ანუ აი მინიშნებებს მიიღებთ სიზმრებით. და მე ყველაფერს თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ. ისე სინამდვილეში ცუდი არაფერი არ გელოდებათ, თქვენზეა დამოკიდებული, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი, თქვენ ხელში, ეს თქვენი ცხოვრება, თქვენ ხართ ეხლა გადამწყვეტი როლის მოთამაშე, სუბიექტი თუ ობიექტი, the person, როგორც იტყვიან და თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. აქ, მაგრამ მინიშნებებს მიაქციეთ ყურადღება, სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება, ჩართეთ თქვენი შორს მჭვრეტელობა, ეს ცივი გონება, იმიტომ რომ გააქვთ ეს ასევე დაფარული ცოდნები, არ ვიცი რა გაკავშირებთ საჯარო გაშლა, მაგრამ მოგცემთ ნიშანს, რა ვიცი, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ბევრი რამე შემიძლია ჩამოვთვალოთ, ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, არის რაღაცა თქვენში, ან თქვენ თვითონ ხართ ინტუიციურად ძლიერი და აი როცა მოგცემენ სიგნალს, აი მაშინ წადით ჯერჯერობით, მე გირჩევდით პირადად, რომ სამ მარტამდე გაჩერდეთ.
გამზადებული კი ხართ უკვე. მაგრამ რომ რაღაცა ისეთი არ მოხდეს, მაინც დავისყვიოთ თავის 3 მარტის შემდეგ შეუდექით თქვენი მიზნების ახალ დასაწყისს, რაც ამოდის კიდევაც აგერ ახალი ცხოვრების, ახალი სიტუაციებით. ანუ ეს ადამიანი ჩანს თქვენს ცხოვრებაში. მე არ ვიცი ვინ არის, რა როლს თამაშობს, მაგრამ აქ ამოდის ადამიანი. ასე რომ სულ ეს იყო ინფორმაცია, რაც მინდოდა, თუ მოგეწონათ კიდევ ერთხელ დამილაიქეთ, მომწერეთ, თუ რამე გაინტერესებთ კითხვებზე, ჩემთვის სტიმულია. თქვენი ენერგო გაცვლა იქნება ლაიქი და კომენტარი. არხს დაეხმარება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. პირადში ვისაც გინდათ კითხვებიც მაგ და ონლაინითაც, ქვემოთ იქნება ტელეფონის ნომერი, WhatsApp, Viber-ით. შეგიძლიათ ისე კითხვები მომწეროთ, თუ რამე გაინტერესებთ და ვკითხოთ. ახლომომავალი პროგნოზირება. ეხლა 3 მარტამდე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან ესეთი არეული სიტუაცია, დაბნელებების პერიოდია და ეს მოქმედებს ყველაზე. უბნელდებათ გონება და ასე შემდეგ ადამიანებს, ხდებიან გაღიზიანებულები, თუმცა ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ეხლა უფრო მეტად უორმაგდებათ ეს ფსიქონერვული აშლილობები და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცნაირად თავი ხელში აიყვანეთ, არ აყვეთ ნეგატიურ ადამიანებს და ტოქსიკურ ადამიანებს ერიდეთ. ეს არის მთლიანად ჩემი რეკომენდაცია თქვენთვის, აბა თქვენ იცით. წარმატებები.